შემოწუხესება მოგესალმებით ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც გამოიწერა არხი, ვინც მილაიქებს, მიკომენტარებს და მინდა შევგთავაზოთ გაშლა, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, ჩაიფიქრეთ პარტნიორი და ვნახოთ, რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ. გავაკეთოთ ორ ვარიანტზე, დავალაგებ არკანებს, თქვენ კი იფიქრეთ. მაშასე ფიქრი, გრძნობა და მოქმედება, ეს პირველი ვარიანტი, პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ, არ დაგავიწყდეთ. მეორე ვარიანტი, ფიქრი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების, გრძნობა, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების და მოქმედება პერიოდი თავად გადაწყვიტეთ. მაშასე პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი და მეორე. აირჩიეთ ვარიანტი, იმედია ჩანს ორივე დასტა, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. მე გადავდებ მეორე ვარიანტს და ვნახოთ პირველი ვარიანტი. ფიქრი, გრძნობა და მოქმედება, შემოწუხესება. ნახეთ, ძალიან კარგი არკანები ამოვიდა. ფიქრობს თქვენზე, მისთვის შემკული პიროვნება ხართ, სტაბილური, ყველანაირი რესურსით, განათლებული, დამოუკიდებელი, რომ არ გჭირდებათ არავისი არ ხართ დამოკიდებული, ხო, თქვენ იცით თქვენი ფასი, ლამაზი ხართ, ასევე მოვლილი გიყვართ, კარგად ჩაცმა. მის თვალში ძალიან ესეთი კარგად ფიქრობს და მის თვალში საკმაოდ ესეთი წარმოდგენა აქვს თქვენზე, რომ ხართ ჩამოყალიბებული, ლამაზი, მშვენიერი ქალი, რომელიც მყარად დგას მიწაზე, რომელსაც არსად არ ეჩქარება, რომელმაც ყველაფერს მიაღწია, უკვე შეიძლება კარგი სამსახურიც გაქვთ, კარგი განათლებაც გაქვთ მიღებული და ერთი სიტყვით დამოუკიდებელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ითქვას, რომ თქვენი შეიძლება ფიქრობდეს, რომ მართალია გვერდით არავინ არ ყავთ, მაგრამ ეს სულაც მის თვალში სულაც არ ნიშნავს მინუს, იმიტომ რომ ფიქრობს იმასაც, რომ თქვენ იმდენად სრულყოფილად გრძნობთ თავს, როგორც ხართ, რომ შეიძლება არც კი გჭირდებოდეთ პარტნიორი და მამაკაცი გვერდით, ხო? ანუ იმდენად დამოუკიდებელი ხართ და მის თვალში საკმაოდ ისეთი ძალიან დადებითი შეხედულებით არის თქვენს მიმართ, ერთი სიტყვით ბევრი რომ აღარ გავაგრძელო. პირველი ვარიანტი ვინც აირჩია, გრძნობის მხრივ, ნახეთ, თასის მეფე ამოვიდა, რა თქმა უნდა, გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, შეყვარებულია ერთი სიტყვით თქვენზე, მზად არის რომ ემოციებით აგავსოთ და მზად არის მოქმედებისთვისაც შემოწუხესებო, მზად არის რომ შემოგთავაზოთ, ვთქვათ, იმედი აქვს რომ რაღაც ურთიერთობა, რომელიც არ ვიცი, ჯერ არ მიკითხავს ამ მომენტისთვის როგორია თქვენ შორის ურთიერთობა, მაგრამ თუ ყოველ შემთხვევისთვის ჯერ არ გაქვთ ურთიერთობა, პიროვნება შეყვარებულია თქვენზე და იმედოვნებს, რომ რაღაც ნაბიჯი გადმოიდგმება, რაღაც შანსი მიეცემა თქვენს ურთიერთობას და ეს ურთიერთობა იქნება საკმაოდ ესეთი საკმაოდ კარგი დასაწყისი ექნება, ხო? ანუ იმედოვნებს იმას, რომ ყოველ შემთხვევისთვის თქვენთან ურთიერთობის შანსს იმსახურებს პიროვნება. ნუ არ ვიცი ხო რა ურთიერთობა გაკავშირებს, ეს თქვენ უკეთ იცით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვინც ჩაიფიქრეთ, პიროვნება მას ძალიან მოსწონხართ და ძალიან სიმპათიებით არის თქვენს მიმართ განწყობილი და დიდი შანსია იმის, რომ ურთიერთობა განვითარდეს და ჩაფიქრებული პიროვნება შეიძლება ელოდება კიდეც, რომ რამე მოიმოქმედოს, რადგან არასვენებს ერთი სიტყვით დღე და ღამე თქვენზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევს, ხო? არ არის გამორიცხული, რომ თვალყურსაც გადევნებდეთ, შორი ახლოს გიტრიალებდეს თქვენთან, თქვენ სოციალურ ქსელს ადევნებდეს თვალყურს, ერთი სიტყვით პიროვნება ძალიან ესეთი გარდა ემოციებისა, ვნებასაც განიცდის. ნახეთ, დასტის ძირზე კვერთხის ტუზი და პაჟი, პენტაკლის პაჟი მაქვს, ანუ კომუნიკაცია სურს პიროვნებას თქვენთან. თუ ამ მომენტისთვის არ გაქვთ, ვთქვათ, რაიმე სახის კომუნიკაცია, ელოდეთ მისი მხრიდან ნაბიჯის გადმოდგმას. აი, ესეთი იყო პირველი ვარიანტი. მადლობას მოგახსენებთ. პირველ ვარიანტს ყურებისთვის, დამიწეროთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა თქვენთან და ნახოთ მეორე ვარიანტი. მოდი გადავდეთ გვერდით. ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, შემოწუხესება. მგონი ჩანს არკანები. ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. აქ რა ხდება?
ცოტა მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, შესაძლებელია ურთიერთობა დაძაბული ურთიერთობა გაქვთ ამ მომენტისთვის. არ ვიცი, რას არ გვაქვთ ერთმანეთში. როგორი ურთიერთობა გვაქვთ? შეიძლება მიყურებდეთ წყვილები, ვინც უკვე იმყოფებით ქორწინებაში, ხო? ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებით, მაგრამ აქ ფაქტია, რომ რაღაც ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ რაღაც არის ერთმანეთთან რაღაც ის გარკვევას აქვს, შესაძლებელია ადგილი, შესაძლებელია აქ იყოს უსიამოვნება და პარტნიორებს შორის და განქორწინებაც არ არის გამორიცხული ჩემი უძვირფასებო, მაინც დავაზუსტებ მე აქ რაზეა საუბარი, რა ფიქრებია. ისიც არის, პიროვნება ფიქრობს იმას, რომ სამართლიანად უნდა იყოს ყველაფერი, ხო, თქვენთან ურთიერთობაში. შესაძლებელია აქ რაღაც ისიც როგორი მომენტია, პიროვნება ცდილობს მიიღოს რაღაც სამართლიანი გადაწყვეტილება თქვენთან მიმართებაში. არ ვიცი, რასთან არის საქმე, შესაძლებელია რაღაც ცოტა დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და ცდილობს, რომ ყველაფერი კარგად დაწონოს და აი სამართლიანი არ ჩქარობს ყოველ შემთხვევაში რაღაც გადაწყვეტილების მიღებას. არ ვიცი, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება, შეიძლება იყოს საბუთებთან დაკავშირებული, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდილობს მიიღოს, ანუ დააბალანსოს, დაბალანსებული, გაწონასწორებული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს თქვენთან მიმართებაში, რასთან არის კავშირში კიდევ, რასთან არის ეს კავშირში. არ ვიცი, ჩემს უძვირფასებო, იცით როგორი მომენტია, რაღაც პიროვნებას ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის არ გაქვთ ურთიერთობა, მეორე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, შესაძლებელია აქ ზოგიერთთან იყოს განქორწინების თემაც, განქორწინების საკითხიც, რადგან აქ მიჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია ამ მომენტისთვის არ გაქვთ ურთიერთობა. მანძილია თქვენ შორის რაღაც საბუთებთან დაკავშირებული საკითხიც შეიძლება იყოს, არ არის გამორიცხული და ამასთან დაკავშირებით პიროვნება ცდილობს, რომ მიიღოს სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება, ჩემი უძვირფასებო, ოღონდ არ ჩქარობს ამ გადაწყვეტილების მიღებას. გრძნობაში რა ხდება გრძნობაში? იცი რა გრძნობა აქ გრძნობას არ მიჩვენებს, აქ უფრო სურვილია იმის, რომ რაღაც მოიმოქმედოს პიროვნებამ, ხო? გრძნობას არ მიჩვენებს, მე აქ დამიტომეტეს მოქმედებაში ხმლის რაინდი, მოდი გრძნობა დავაზუსტოთ, აქ რაზეა საუბარი. აქ იმედგაცრუება, ძალიან დიდი იმედგაცრუება და როგორც უკვე ვთქვი, პიროვნება ურთიერთობიდან არის წასული. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, აქ მიჩვენებს წყვილს, რომელიც ამ მომენტისთვის ერთად არ არის, ჩემ უძვირფასებო და აქ ფიქრი არის უფრო იმაზე, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, იმედგაცრუება და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება განქორწინებასთან დაკავშირებით და მოქმედება ხმლის რაინდი, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პერიოდში. აქ არ არის გამორიცხული, რომ ფიქრი იყოს განქორწინებაზე, შემოკარგება მეორე ვარიანტში. მოქმედება მიზანმიმართული, შეუპოვარი მოქმედება იქნება მისი მხრიდან განხორციელებული, ცოტა აგრესიული. შესაძლებელია რაღაც იყოს ერთმანეთთან დაპირისპირება და აზრის გამოთქმა და ასე ვთქვათ, თქვენი პოზიციის დაფიქსირება ცოტა ისეთი ხმამაღალი ტონით, არ არის გამორიცხული, მაგრამ პიროვნებას გადაწყვეტილი აქვს, რომ იმოქმედოს შეუპოვრად და თავის გზაზე ერთი სიტყვით არავის არ ინდობს და არ დაინდობს. აი ასეთია მისი მოქმედება. მაინც ერთად რასაც დავადებ, ხმლის რაინდი. რას მიჩვენ, ხო? ნუ აი დაპირისპირება არ არის გამორიცხული, რომ იმ პერიოდში, რა პერიოდიც ჩაიფიქრეთ, მოგიხდეთ ერთმანეთთან დაპირისპირება, უსიამოვნება და თქვენი აზრის ხმამაღლა დაფიქსირება და შეურაცხყოფაც არ არის გამორიცხული, ჩემ უძვირფასებო. აქ ძალიან დიდი ალბათობით მეორე ვარიანტი დაშორებული წყვილები მიყურებთ. და ხო, აი ნახეთ 10-იანი კვერთხი, ეს ძალიან არ იქნება მარტივი, მაგრამ ნუ რაც აჩვენა არკანმა და რაც მიჩვენეს არკანებმა, იმას ვაშხერებ. მადლობას მოგახსენებთ, ნახვამდის. გამომეხმაურეთ და დამიტოვეთ კომენტარებში, რომელი ვარიანტი რეზონირდა თქვენთან. მადლობა და ნახვამდის.